საქართველოს დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტს ევროპული ენების ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრობის მიზანს ახალი პროგრამის, რომლის სახელწოდებაა სწავლა, კვლევა და პრაქტიკა გერმანიაში, პრეზენტაცია წარმოადგენდა. პრეზენტაციას პროფესორი ვახტანგ ანთია და ევროპული ენების ინსტიტუტის საერთაშორისო პროფესიული განათლების პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი თია ფეტელავა უძღვებოდნენ. პრეზენტაციაზე დასუსს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტებიც ესწრებოდნენ. პროგრამის საშუალებით სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ცოდნის ამაღლების მიზნით უფასოდ გაემგზავნონ გერმანიაში. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა ევროპული ენების ინსტიტუტის პრეზიდენტი ჰარალდ ქრისტიან ჰორნუნგი. თავდაპირველად მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტს მოწვევისათვის. ევროპულმა ენების ინსტიტუტმა წარადგინა სამგანზომილებიანი მოდელის სწავლა, კვლევა და სტაჟირება გერმანიაში. ევროპული ენების ინსტიტუტის ფარგლებში დასულ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება სამთვიანი ანაზღაურებადი პრაქტიკა, სტაჟირება გაიარონ გერმანიის სხვადასხვა ფედერაციულ მიწებზე. გისურვებთ წარმატებებს. ევროპული ენების ინსტიტუტი დიდ მადლობას გადაუხდის ყველა უნივერსიტეტს ამ მოწვევისათვის, მზარდი ინტერესისათვის. ასევე მადლობელია, რომ გერმანული ენას დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ასევე დიდი მადლობას დასუსს უნივერსიტეტს. დღეს ჩვენს უნივერსიტეტს ესტუმრა ევროპული ენების ინსტიტუტის პრეზიდენტი ბატონი ჰარალდ ჰორნუნგი და საერთაშორისო პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი დოქტორი თეა ფეტელავა, რომლებმაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მიანიჭეს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს, რაც მოიცავდა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში განათლების მიღებას, ასევე პროფესიულ განვითარებას. ეს ყველაფერი ხდება 100%-იანი დაფინანსებით და გარდა ამისა სტიპენდიებით, რაც ჩემი აზრით დასულ სტუდენტებისთვის არის მართლაც რომ შესანიშნავი შესაძლებლობა და იმედია დიდი გამოხმაურება მოყვება ამ ღონისძიებას. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში იმყოფებოდა ევროპული ენების უნივერსიტეტი. ჩვენ ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადავხადოთ მათ წარმომადგენლებს, რადგან არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მოგვეცა იმისა, რომ მივიღოთ განათლება და სტაჟირება გერმანიაში სრულად უსასყიდლოდ და ჩვენ ვართ პირველი კერძო უნივერსიტეტი, ვისაც გვაქვს ეს შესაძლებლობა. უღრმესი მადლობა მათ.